ენერგეტიკის მინისტრი დღეს კომპანია ინტერრაოს შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო. ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან 3 წლიანი თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და ასევე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ინტერრაოსთვის საქართველოს სტრატეგიულ ქვეყნად რჩება და ინვესტიციების შემცირებას არ აპირებს. შეხვედრაზე ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზეც ისაუბრეს, რაც შეეხება ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ტარიფებს. კალაძის თქმით, დღეისათვის აღარ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ტარიფის ხელახალი გადახედვა მოხდეს. ჩვენი მუშაობა და შემდგომი განვითარება საქართველოში 2013 წელს ხელმოწერილი მემორანდუმით განისაზღვრება, რომელიც ჩვენმა კომპანიამ ქართულ მხარესთან გააფორმა. ჩემი აზრით, ეს ისტორიული ხელშეკრულებაა. საქართველოს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. ვფიქრობ, დიდი პოტენციალი აქვს და სწრაფი დინამიკითაც ვითარდება. პროექტები, რომლის პრეზენტაციაც დღეს იყო წარმოდგენილი, ბევრ ინვესტორს მოიზიდავს. დღესდღეობით იმის პირობა, ასე რომ ვთქვათ, არ არის იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს კიდევ ტარიფების გადახედვა. რამოდენიმე თვის წინ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მარეგულირებელი კომისიის მიერ და მე ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან მიზანმიმართულად ისმოდა დეზინფორმაციები მასთან დაკავშირებით, თითქოს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მოუხდებოდა გრაფიკით. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო განმარტება. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე, არანაირი გრაფიკით ელექტროენერგიის მიწოდება, ასე რომ ვთქვათ, არ იგეგმება.